კარგია, შემიძლია ვთქვა, რომ გინდათ ჩემი ახლად ნასწავლი იაპონური მოგესმენდათ? დილამშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის ჩემი მე-21 სასკოლო დღე. 25 წლის ვარ და მე-20-ად ვიწყებ უკვე სასწავლო წელს. 6 საათია, გადავწყვიტე დღეს დილით ადრე გამოღვიძა, რომ პირველი სასწავლო დღე რაღაცნაირი კარგი შემართებით დამეწყო. პირველი რაც გავაკეთე, არის ჯეინ ოსტინის ემოთი დავიწყე დღე. საუზმე ჩემი დღის ყველაზე საყვარელი ნაწილია და ალბათ ერთადერთი მილ, რომელსაც არასდროს არ ვტოვებ. დღეს ასევე გვექნება ღუმელში გეკეთებული სმურები. ახლა როგორც ხედავთ ნაწვიმარია, მაგრამ ზოგადად აი ასეთი ხედი მაქვს. საიდანაც ზოგჯერ ირმები გსტუმრობენ ხოლმე. მაინტერესებს თუ გამოიცნოთ ჩემი პირველი კლასი რა არის. არ ვიცით თუ არა, მაგრამ დოქტორანტურის სტუდენტი ვარ ინჟინერიაში. და აბა თუ გამოიცნოთ. არა, არც სტატისტიკური მექანიკა არ არის, არც ფლუიდური მექანიკა, არც არაფერი მსგავსი, ეს არის იაპონური. იაპონური ენით ვიწყებ ამ წელს. არა, მგონი მე-20 წელი მართლა ძალიან ბევრია, როცა 25 წლის ხარ, მაგრამ ეგრე გამოვიდა გუშინ თვლიდი 12 წელი სკოლა, მე 4 წელი ანდერგრადი და მე-4 წელია PhD სტუდენტობის. ისე კარგია, შემიძლია ვთქვა, რომ 20 წელია გამოცდილება მაქვს რაღაც კონკრეტულში და ეს არის სტუდენტობა. 20 წელია სტუდენტობის გამოცდილება მაქვს. ზედმეტად ადრე გავიღვიძე. მაგრამ არა უშავს ასე ჯობია. წყნარად მომემზადე, წყნარად ჭამე. კარგით, მგონი დრო მოვიდა, რომ ავდგე და გავიდე. რაც მთავარია, ეგ ხასიათზე დავდექი და ახლა კი წავალ და მე-20-ად დავიწყებ სასწავლო დღეს. და აი, მე-20-ად გავუყევი გზას. ჯერ მაქვს იაპონურის ლაბი, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად კი არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ გასწავლიან არა უშუალოდ ენას, არამედ იმ ენის კულტურას. შემდეგ კი შუა დღეზე მაქვს უკვე უშუალოდ იაპონური ენის შესწავლა. ამ უნივერსიტეტებში, რავი, კორნელში ასე და ალბათ ყოველ უნივერსიტეტში ასე იქნება, თუ ენას სწავლობ ყოველდღე. ანუ გაკვეთილებ ყოველდღე და ეს ლაბი, რომელიც ენის გარშემო რაღაცას გასწავლის იმ ქვეყანაზე, ან ქვეყნებზე, ან კულტურაზე, ეგ არის ხოლმე კვირაში ერთხელ, მე მაქვს კვირაში ორჯერ. ცოტა სასაცილოა, ერთი მონაკვეთი გამოვიარე, სადაც სულ სტუდენტები მხვდებოდნენ და მეთქი ვარ ყველა ერთად წავალთ კამპუსისკენ თხა, მაგრამ არა ყველა ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერდა, იმიტომ რომ არ ვიცით თუ არა, ითაკა არის ძალიან აღმართ ქალაქი. და ზოგადად ხალხი ერიდება ფეხციარულს, ველოსიპედებზე წუწუნია, იმიტომ რომ ყოველთვის გიწევს ძალიან დიდი აღმართის ავლა. მით უმეტეს ჩვენი კამპუსი არის ამ გორის თავზე. მოვედი, რა თქმა უნდა პირველი და რა თქმა უნდა 20 წუთით ადრე. მაგრამ არც მარტივ საპონელი იყო, მგონი არაფერი არ არის ხოლმე, არც ერთი კლასი აქვს მარტივ საპონელი, იმიტომ რომ იმდენი სართულია და იმდენი გამოსახვევია და იმდენი კლასია. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი კლასი, მაგრამ შემოვიდა ლექტორი და გითხრა, რომ დღეს ეს ლაბი არ ჩატარდებოდა და უბრალოდ ლექცია ჩაგვიტარდებოდა, ასე რომ გამოვედი და ჩემი პირველი ლექცია არ ჩატარდა. რადგან პირველი კლასი გავუქმდა, გადავწყვიტე, რომ სულ უფსე წამოსულიყავი და ცოტა ხანი 1 საათი აქ გავატარო და უბრალოდ დავტკბე კორნელის კამპუსით. ახლა კი ცოტა რამ ჩემზე და იაპონურზე. ნამდვილად ვერ ვლაპარაკობ, ანუ რამდენიმე წინადადების თქმაა თავის გაცნობა შემიძლია, მაგრამ რაც დაზუსტებით ვიცი, flow ენის მესმის.
და რაც მთავარია მაინტერესებს. ამიტომ გადავწყვიტე რომ ამიღო კლასი, იმიტომ რომ Duolingo-ს ვაკეთებდი, ჩემს წიგნებითაც დავიწყე მეცადინეობა, მაგრამ მივხვდი რომ ტუტორი მჭირდებოდა. და შემდეგ მივხვდი რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვარ მთელ მსოფლიოში, სადაც რა თქმა უნდა იაპონური კურსი იქნებოდა. ამიტომ ვიპოვე და აი დღეს თითქმის დავიწყე. ვიცი რომ უკან ნახმა ალბათ ძალიან გამახიზიანებელი იყო, მაგრამ ზუსტად როდესაც ვიდეოს გადაღება დავიწყე, აქაც construction-ი დაიწყეს. მთელ კამპუსზე რაღაცებს აკეთებენ, მუდამ მგონი მთელ ამერიკაში ყოველთვის ეგრეა, რომ კამპუსზე ყოველთვის რაღაცას აკეთებენ. სამშენებლო ხმები ასე ძალიან რატო გვაღიზიანებს? წყნარი დილა რომ გავაგრძელე, გადავწყვიტე იმ ადგილიდან წამოვიდე და სხვა კამპუსში ავიდე. იმას ვამბობდი რომ დავარწმუნოთ თავი, რომ ეს სამშენებლო ხმები რაღაც მუსიკის, სიმღერის ნაწილია. ისე მოგვიშლის ნერვებს თუ მაგ დროს მოგვეწონება. ჩემი აზრით მაინც არ მოგვეწონება. ასე რომ მხოლოდ ერთი ოპშენ არის, ერთი არჩევანი გვაქვს, თვითონ ეს ხმა უნდა შეიცვალოს. ანუ ხმა უნდა იყოს უფრო რბილი, უფრო საყვარელი, უფრო პეპლებისებური. მგონი ჩემი შემდეგი ლექცია, რომელიც არის 12-ზე, მიტარდება აქ. და მაინტერესებს აი ამის ტერასაზე თუ იქნება მაგიდები რომ დავჭდე და იქ რომ მუშაო ცოტა. მგონი რომ ძალიან კარგი ხედი ექნება. მაგიდები არ არის, მაგრამ დაჯდომა შეგიძლია. და არც ესეთი მაღალი აღმოჩნდა როგორც მეკონა. რკინის სკამები საერთოდ რატო არსებობს არ ვიცი. მაგრამ ახლა ისეთ ადგილზე დავჭრე, სადაც მხოლოდ რკინის სკამებია. თუმცა კომფორტული ადგილია და თან უნდა მოდელი დავყენო, ასე რომ დროებით არ უშვებს. გავიყინე. ახლა მივდივარ მეორე შენობაში, სადაც უკეთესი ადგილის პოვნა მინდა და თან იქვე მექნება ლექცია, ამიტომ იქ დავჭრდები და იქ გავგრძელებ მუშაობას. სახლში მოვედი და რაღაცების მოყოლის დროა. პირველმა დღემ ისე ჩაიარა რომ მგონია რომ ერთი კვირა გავატარე უნივერსიტეტში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მთელი ზაფხული ვმუშაობდი, შუაგულების გარდა, მაინც როდესაც კლასებს იღებ, სხვანაირი ვაიბი აქვს მთელ კამპუსს. თან ყველა ბაკალავრის სტუდენტი დაბრუნდა და მთელი კამპუსი არის სავსე და გადატვირთული. ახლა კი უშუალოდ იაპონურსაც შეეხება. ჩამიტარა და კლასი და თავიდან ძალიან უცნაურად დაიწყო, იმიტომ რომ რო შევედით, ეს ჩვენი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, პროფესორი, ოღონდ რამდენიმე პროფესორია, ზოგი პროფესორი, ზოგი უბრალოდ ლექტორია და ერთმანეთს ეცვლებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ანუ 9 საათიდან ფაქტობრივად საღამოს 5 საათამდე ყოველი საათი ტარდება იაპონურის გაკვეთილები. და შევედით თუ არა, დაიწყო თუ არა გაკვეთილი, ამ ქალმა დაიწყო იაპონურად საუბარი და თან ჩვენგან ელოდებოდა პასუხს. ოღონდ პასუხს იაპონურად არ რა თქმა უნდა, ან ინგლისურად, ან კიდე ჟესტიკულაციით. და ყავდა სტუდენტი თიერი, რომელიც ეხმარებოდა დადგმა უწოდოთ თუ რა უწოდო, არც ვიცი, მაგრამ მოკლედ როდესაც თვითონ რაღაცას ამბობდა იაპონურად, ეს ადამიანი რეაქციას გამოხატავდა. და ამით ხვდებოდით და ვიმახსოვრებდით რა ფრაზაზე, რა რეაქციას ელოდებოდა ჩვენგან ლექტორი. რა თქმა უნდა, ფრაზებს შორის განსხვავება ძალიან ცოტა იყო და ზუსტად ეგ იყო მთელი ამბავიც, რომ დაგვემახსოვრებინა, ანუ რა რას ნიშნავდა, დაუშვათ მომისმინე, ჩაიწერე, ერთ წუთით მაცადე და ასე შემდეგ. ოღონდ ანუ ნულზე ვართ იაპონური, მარტო რაც ანიმედან მესმის და თქვენ ციცით ანიმეს იაპონური როგორია. ეგ და რამდენიმე ფრაზა აქეთ-იქით და მოკლედ იმას ვამბობ, რომ არ მესმის იაპონური. და ასე გრძელდებოდა სადღაც 15 წუთი. შემდეგ როდესაც მიხვდა ეს ქალი რომ უკვე ყველამ დავიმახსოვრეთ რა ფრაზის შემდეგ რა რეაქცია უნდა გქონოდა, აგვიხსნა როგორ ჩატარდებოდა დანარჩენი გაკვეთილები. საქმე ის არის რომ გვითხრა რომ ეს იქნება ბოლო დღე, როდესაც ინგლისურად დავილაპარაკებო და დანარჩენი სულ გექნებათ იაპონურად ლექციები. ანუ ელოდებიან და სწორიც არის ალბათ რომ ჩვენ სახლში მოვუსმენთ, დავწერთ, ვიმეცადინებთ, დავიმახსოვრებთ და ყოველ დღე ოღონდ ხო გახსოვთ რომ ყოველ დღე მაქვს ლექცია და შემდეგ დღეს მიდიხარ და იქ უშუალოდ ვლაპარაკობ შენს peer თანა სტუდენტებთან ერთად და ასე სწავლობ ენას. და ის ორი ლაბი, რომელიც გვაქვს და რომელიც დღეს დილს 9-ზე გაცდა, იმიტომ რომ ალბათ ჯერ ლაბი არ უნდა ჩაეტარებინათ, ჯერ ლექცია უნდა ჩაეტარებინათ, იქ უკვე როგორც ხვდები, უფრო გრამატიკას და უფრო ენას აგვიხსნიან და აქ უფრო ვილაპარაკებთ, რაღაც ეგრე გამოდის. ელოდებიან ისეთ ჩართულობას, რომ არ ვიცი.
მაქსიმუმი ქულა მარტო ამ შემთხვევაში იწერება, თუ ფაქტობრივად დღეს ავლაპარაკდი იაპონურად და ხვალ მივედი და იქ იაპონურად ვილაპარაკე ყველაფერი სწორად, სწორი ინტონაციით, სწორი სიტყვები, სწორი გრამატიკა. ისე მოტივირებული ვარ და ალბათ ანდერგრადობისას ისე მენდომებოდა ამ საგნის აღება. ახლაც ესე ვარ უბრალოდ ახლა რადგან კვლევას ვატარებ, ძალიან რთულია რომ ამ ხელად რო დავუთმო სხვა რაღაცას, იმიტომ რომ შენი დღე და ღამე, შენი მზედამთვარე, შენი ყველაფერი უნდა იყოს კვლევა. მაგრამ იმედი მაქვს რომ კარგად წავა ყველაფერი და თუნდაც 1-2 თვე მაინც ვისწავლე აქტიურად იაპონურს, იმიტომ რომ მგონია თუ დაიწყე და თუ მოგეწონა შენთან შეგიძლია გააგრძელო, ან სხვა რესურსები იპოვო. თუმცა ამჯერად ალბათ საუკეთესო resource მაქვს კორნელის უნივერსიტეტის იაპონურის კურსი. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ იმდენად კარგ სიტუაციაში ვარ, ანუ ფაქტობრივად შემიძლია ყველაფერი ვისწავლო პროფესიონალებისგან. ყველაფერი არ ვიცი, ხელოვნებიდან დაწყებული, აზიური ენებით დამთავრებული, რაც კი წარმოგიდგენიათ ყველაფერი. ამიტომ სხვა შორის მეღვინეობის ძალიან კარგი კურსი აქვს კორნელს, უბრალოდ არც მარტივია კურსი. მართალია კურსის განმავლობაში დაავადებებში ისიც შედის, რომ სინჯავ ღვინოებს და იგებ როგორ გაარჩიო აიგეს. მაგრამ ეგეც კი რთულია, იმიტომ რომ კურსია და უნდა ისწავლო რაღაცები და უნდა წერო ტესტები და გამოცდები და ასე შემდეგ. მაგრამ იმას ვამბობდი, რომ რადგან ასეთი შესაძლებლობა მაქვს ცხოვრებაში ამ ეტაპზე, რომ ფაქტობრივად უფასოდ შემიძლია ყველაფერი ვისწავლო საუკეთესო ხალხისგან, გადავწყვიტე, რომ ესე იაპონურ შანსი მივცე. ან იაპონურმა მივამცეს შანსი. ახლაც კი, სადაც დავხართ, ასე ვთქვათ, საიდანაც ვიღებ, stack, ან წიგნების დაალაგება არის მურაკამის წიგნები. და ვერ წარმომიდგენია, თუ ოდესმე შემიძლია, ის კი არა რომ მთლიანი წიგნი წავიკითხო და გავიგო ყველაფერი. არამედ უბრალოდ მურაკამის წიგნი ორიგინალში გადავშალო და უბრალოდ წავიკითხო და ვიცოდე რა სიტყვები წერია. და მოვიტყუები ისიც რომ არ ვთქვა, რომ ძალიან გამიხარდება და ისე ვიქნები, თუ ანიმეს ჩავრთავ და სუბტიტრების წაკითხვა არ დამჭირდება. ეგ იქნება საოცრება. ალბათ მაინც მექნება სუბტიტრები, იმიტომ რომ იმდენად შეჭრილი ვარ უკვე. მაგრამ ეგეც ძალიან სასიამოვნო იქნება. ძალიან უცნაურად ჩავაკოხებ ახლა, მაგრამ Wednesdays მეორე სეზონის ყურება დავიწყე, ოღონდ არ მithრევს. და დაჟევს ქიფავისო უყურებ ხოლმე და ვერ ვხვდები საერთოდ აი პირველი სეზონი ნანახი არ მქონდეს მარტო მეორე სეზონის გამო არ ვუყურებდი და რაღაცნაირად არც მინდა ხოლმე ყურება უბრალოდ რო არ ვიცი რას უყურო და საჭმელს რო ვჭამ Wednesdays ვირთავ ხოლმე და მასე ვირთვები მაგრამ არც ისე კარგია თუ მეჩვენე ვისაც ბოლომდე გაქვს ნანახი მესამე ეპიზოდზე ვარ ამიტომ ბევრი არც მინახავს მაგრამ არც მგონია რომ დიდად ღირდეს გინდათ ჩემი ახლად ნასწავლი იაპონური მოგესმენინოთ დავალება რაც მქონდა ეს პირველი ოჰაიო საიონარა არიგატო აჩი ё 산 시 roku ni 아치 주 이치 시치 나나 그 큐 დიახ, ყო იაპონურად ვლაპარაკობ. მეგობრებო, ვიდეოს აქ დავამთავრებ და მინდა გითხრათ, რომ ოცნებები, რომლებიც გულით გვინდა, აუცილებლად ახდება.